შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. გაუგებრობა. მესამე. გაუგებრობა? იცით თუ არა თქვენ რას ნიშნავს ბრიტანეთის ეშელონის დაკავება, თანაც ჯავშნიანი მატარებლით დამუქრება? გენერალი კორი. 30 მაისს დენიკინის ლაშქარმა მოულოდნელად საქართველოს საზღვარი გადმოლახა. ინგლისის სარდლობა ყარსიდან გამოტანილ იარაღს საქართველოს ტერიტორიით დენიკინს აწვდიდა, რაც მაშინდელი საქართველოს მესვეურთათვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მთავრობის განკარგულებით იარაღით დატვირთული ბრიტანეთის მატარებელი თბილისის სადგურზე დააკავეს. 21 მაისს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას ბრიტანეთის ჯარების სარდალი ამიერკავკასიაში გენერალ-მაიორი კორი ეახლა. კორი ჩქარი ნაბიჯით შევიდა ჟორდანიას კაბინეტში, ქუდი არ მოუხდია. მთავრობის თავმჯდომარეს ხელი როდი ჩამოართვა, მხედრული სალამი მისცა და უკმეხად ჰკითხა: იცით თუ არა თქვენ თბილისის სადგურზე საქართველოს ჯავშნიანმა მატარებელმა რომ ბრიტანეთის მატარებლის მთელი შემადგენლობა დააკავა და მას არ უშვებს? დიახ, ვიცი. მერე რას გავს ეს? გენერალ კორთან ერთად შემოსული პოლკოვნიკი ბელე, თარჯიმანი კაპიტანი ხერტი და კაბინეტში მყოფი თარჯიმანი პოლკოვნიკი მელიქოვი და მდივანი მაჭავარიანიც ფეხზე იდგნენ და ასე უსმენდნენ განრისხებულ გენერალს. კორმა ისე ხმამაღლა უყვირა ჟორდანიას, თითქო თავის ხელქვეით ოფიცერს დანაშაულისათვის ტუქსავს და პასუხის გებაში მიცემით ემუქრებაო. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს დამსწრე პირების შერცხვა, მხრები აიჩეჩა, თვალები თავხედ გენერალს შეანათა და განუმარტა. ახლა დენიკინის ლაშქრობასთან სამხედრო მოქმედების პირობებში ინგლისის სარდლობის მიერ ყარსიდან გამოტანილი რუსული საომარი იარაღის მოწოდებას დენიკინისათვის ჩვენ ვერ დავუშვებთ. ჟორდანია დაჯდა და გენერალს სავარძელი შესთავაზა. კორმა შენიშნა, როგორც ახცახებდა აღელვების გამო პრეზიდენტის ხელი და ახლა უფრო მშვიდად ჰკითხა: თქვენი თანხმობის გარეშე მოხდა ეს უმსგავსოება თუ პირადად თქვენ დააკავეთ ბრიტანეთის მატარებელი? დიახ, პირადად მე, მიუგო ჟორდანიამ. საკვირველია, როგორ გაბედეთ? სიჩუმე ჩამოვარდა. ჟორდანიამ ინგლისელი ჯარების სარდლის ქუდზე მიკრულ კოკარდას შეხედა. დიდი ბრიტანეთის იმპერიის სამეფო გვირგვინი ატოტებულ ლომებს თათებით ეკავა. კორმა თავის თავზე უფრო დიდ ავტორიტეტულ პირთა საშუალებით სცადა ახლა ჟორდანიას დაშინება. კეთილი, მე დეპეშას გავუგზავნი და ვაცნობებ სტამბულში უმაღლეს სარდლობას, რომ ბრიტანეთის მატარებლის მთელ შემადგენლობას არ შეუძლია თბილისიდან გასვლა თავისი მარშრუტით, რადგან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად მას ჯავშნიანი მატარებელი ემუქრება. გენერალ კორს ვთხოვ, შენიშნა ჟორდანიამ,
ისიც აცნობს უმაღლეს სარდლობას, რომ ამ მატარებლით იგზავნება რუსული იარაღი დენიკინის არმიისათვის, რომელიც ამჟამად საქართველოს რესპუბლიკასთან ომს აწარმოებს. ის იარაღი ეგზავნება ბაქოთი თურქმენებს, განუმარტა კორმა. ბაქოთი და მერმეკი პეტროვსკით დენიკინს გაუსწორა ჟორდანიამ. კორმა იწყინა. მე მხედარი ვარ და არა დიპლომატი. მე ტყვილი არასოდეს არ მithქვამს. ჟორდანია შეშინდა და ბოლოს მეგობრული საუბარი არჩია. მე ძალიან მწყინს, რომ ამგვარ გაუგებრობას და ფაქტებს სწორედ ახლა აქვს ადგილი. საქართველოდან ინგლისელების წასვლის მომენტში. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას სულითა და გულით სურდა ინგლისსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა სამუდამოდ დამყარებულიყო. კორმა უნდობლად შეხედა. ცალი-თვალი ეშმაკურად დახუჭა და მიუგო. დაუჯერებელი ამბავია, რადგან, როდესაც თქვენ ამას ლაპარაკობთ, საქართველოს ჯავშნიანი მატარებელი დგას ბრიტანეთის მატარებლის შემადგენლობასთან. სპეციალურად იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ინგლისური იარაღის გადაზიდვას. ეს არის მეგობრული ურთიერთობა. დაკავებულია მხოლოდ რუსული იარაღით დატვირთული ვაგონები. ინგლისური იარაღით დატვირთული ვაგონები კი გაშვებული იქნება. თანხმობაზე წავიდა ჟორდანია. თქვენი განკარგულების თანახმად, ჯავშნიანი მატარებელი ბრიტანეთის მატარებლის მთელ შემადგენლობას ემუქრება. ასეთი განკარგულება საქართველოს მთავრობას არ გაუწია. ჯავშნიანი მატარებლის უფროსისა და იმის მიხედვით, რაც რკინიგზის სადგურზე ახლა ხდება, მე იძულებული ვარ დავასკვნა, რომ ასეთი განკარგულება თქვენს მიერ გაცემულია. გენერალო, გენერალს უფლება აქვს დამიჯეროს ან არა. ეს მისი საქმეა, მაგრამ რახან მე ვამბობ, საქართველოს მთავრობას ასეთი განკარგულება არ გაუწია მეთქი, ეს საკმარისი უნდა იყოს. ინგლისური იარაღით დატვირთული ვაგონები, ვიმეორებ, გაშვებული იქნება. მიუხედავად მთავრობის თავმჯდომარის ასეთი განცხადებისა, ჯავშნიანი მატარებელი ემუქრება ბრიტანეთის მატარებლის მთელ შემადგენლობას და არც ერთ ვაგონს არ უშვებს. ისევ დაიჩემა და ჩააცივდა კორი ჯავშნიან მატარებელს. ჟორდანიამ გაიფიქრა, ხომ არ დამცინის და გადაჭრით განუცხადა. მე ჯავშნიანი მატარებლის უფროსი არ გახლავარ, არც სადგურის უფროსი. ამიტომ არ ვიცი იქ რა ხდება. კორმა შუბლი შეიჭმუხნა. ჟორდანიას ისევ შეეშინდა. ხომ არ გადავამლაშე და ისევ თანხმობაზე წავიდა. მე გავგზავნი სადგურში ჩემს მდივანს. თუ თქვენ ინებებთ, თქვენს ოფიცერთან ერთად, რომელიც ადგილზე გამოარკვევს მდგომარეობას და ბრიტანეთის მატარებელს გაუშვებს. ჩვენ სრულიადაც არ გვსურს ინგლისთან მეგობრული ურთიერთობის გამრუდება. მე ვარწმუნებ პრეზიდენტ საქართველოსადმი ჩემს უცვლელ კარგ დამოკიდებულებას. მიუგო კორმა, მაგრამ წყენით გააქნია თავი მან. რატომ დააყენეთ თქვენი ჯავშნიანი მატარებელი თბილისის სადგურზე? რომ მას ხელი შეეშალა ბრიტანეთის იარაღის გადაზიდვისათვის. კორმა ისევ გააქნია თავი, თითქო ძალიან სწუხს. ნეტავი ეს უბედურება არ მომხდარიყო. ისევ ჯავშნიან მატარებელს ჩააცივდა ეს ოჯახქორი. გაიფიქრა ჟორდანიამ და მიუგო. ეს გაუგებრობა გამოსწორებული იქნება. რაც შეეხება ჯავშნიან მატარებელს,
მისი მუდმივი სამყოფელი არის სადგური თბილისი. გენერალი კორი უმალვე გასწორდა სავარძელზე. გაოცებით გახედა ჟორდანიას და მიახალა. ეს გაუგებრობა არ გახლავთ. იცით თუ არა თქვენ რას ნიშნავს ბრიტანეთის მატარებლის დაკავება და მისდამი ჯავშნიანი მატარებელით დამუქრება. ქვეყნის დაქცევას, წარღვნას და მეორედ მოსვლასო. გაიფიქრა ჟორდანიამ, მაგრამ მერმე გაურკვევლად წაილუღლუღა. ინგლისური ვაგონები არ შედიოდნენ მატარებლის შემადგენლობაში. ისინი უორთქმავლოდ იდგნენ. კორი წინ გადაიხარა. მაგიდაზე იდაყვი შემოსდო. ფართო ნიკაპს ცერი შეუყენა. ჟორდანიას გაოცებით დააცქერდა და ჰკითხა. პირველად აკავებთ ბრიტანეთის მატარებელს? დიახ, და უკანასკნელად ვიმედოვნებთ. არ კი ვიმედოვნებ, არამედ უეჭველად. მიუგო კორმა და მის მწითურ სახეზე ერდბაშად 1000 პატარა ნაოჭი დაიფანტა. თითქო თვითოეულმა მათგანმა დამცინავად გაიღიმაო. ამ ირონიულმა ღიმილმა ჟორდანია დააბნია და მან ისევ გაურკვევლად წაილუღლუღა. იმ პირობით, რომ იარაღი არ გაეგზავნება გენერალ დენიკინს. აკი მოგახსენეთ, მიუგო კორმა, იარაღი ეგზავნება პეტროვოცკიდან თურქმენებს, რომლებიც ბოლშევიკებს ებრძვიან. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა წინააღმდეგი არ არის ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლისა. გენერალს კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს მთავრობა მის განკარგულებაში არსებულ ყველა საშუალებით ებრძვის ბოლშევიკებს. იგი ბოლშევიკებთან ბრძოლის წინააღმდეგი არ არის. თქვენ ერიდებით ბოლშევიკების წინააღმდეგ გადამწყვეტ და დაუნდობელ ბრძოლას, რადგან ერთგვარად თქვენ სოციალიზმის ილუზიის ტყვეობაში ბრძანდებით. ამას ნათლად მოწმობენ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მიტინგები, დემონსტრაციები, წითელი დროშები. ერთადერთი რამ, რომელიც ამჟამად როგორც რუსეთს, აგრეთვე თქვენს ქვეყანასაც ანარქიისა და დაღუპვისაგან იხსნის, ეს სამხედრო დიქტატურა გახლავთ. მაგრამ ნუ გეწყინებათ, თქვენ სამხედრო დიქტატურის ისე გეშინიათ, როგორც ცეცხლისა. რუსეთის და საუბედუროდ საქართველოს ხალხსაც ამჟამად დიქტატურა სჭირდება. ასეთია ჩემი დაკვირვება. თორემ უიმისოთ თქვენ აქაც საქართველოშიც წითელ დიქტატურას მოიმკით. არ იფიქროთ თქვენ შინაურ საქმეებში ვერეოდე. მაპატიეთ, მაგრამ თქვენ სამხედრო პირი არ ბრძანდებით და სამხედრო საქმისა არა გაგეგებათ რა. ჩვენ კი სამხედრო პირებმა კარგად ვიცით, როგორი ბრძოლა არის საჭირო ბოლშევიკების წინააღმდეგ. როგორი? დაინტერესდა ჟორდანია. იქნებ ბრიტანეთის ცნობილმა მხედარმა ბოლშევიკებთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოსძებნაო. ჩვენ ბოლშევიკებს კედელთან ვაყენებთ და ვხრეტთ. მოკლედ მოსჭრა გენერალმა, რომელსაც ბრალი ედებოდა 26 ბაქოელი კომისრის დახვრეტაში და ამაზე არანაკლებ სისხლიან საქმეებში. ეს მართალია იმ შემთხვევაში, შენიშნა ჟორდანიამ, თუ თქვენ მოახერხებთ ყველა ბოლშევიკის დაჭერას. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მათ ღრმად აქვთ გადგმული ფესვები ხალხში. ამიტომ ახლა სამხედრო დიქტატურა კი არ არის მთავარი, არამედ ხალხისა და დემოკრატიის მოვლა. გეთანხმებით, სამხედრო საქმეების მცოდნე კაცი არა ვარ, მაგრამ მე, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ხალხს და მის სულისკვეთებას თქვენზე უკეთ ვიცნობ და ვიცი, რომ ხალხმა რევოლუციის ზოგიერთი მონაპოვარი მაინც თუ არ მიიღო,
იგი ჩვენ არ გამოყვება, მით უმეტეს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ მისაყვედურებთ სოციალიზმის ილუზიის ტყვეობაში ხართო, მაგრამ ჯარისკაცები პირდაპირ გვიყენებენ ახლა საკითხს. გაგვაგებინეთ რისთვის ვიბრძვით ჩვენ? რევოლუციისა და დემოკრატიული წყობილებისათვის თუ ისევ ძველი ბატონყმური წესწყობილებისათვისო? თქვენ სამხედრო პირი ხართ და მასწავლეთ, რა პასუხი უნდა გავცე მათ? ჰკითხა კორს ჟორდანიამ. უთხარით, რომ ისინი იბრძვიან ბოლშევიკური წესწყობილების დასამხობად, რათა დემოკრატიული რესპუბლიკა მოიპოვონ. მიუგო ორ ცეცხლშუა მომწყდეულ პოლიტიკურ მოღვაწეს ინგლისელმა გენერალმა. მაშინ ხალხში ზოგიერთი დემოკრატიული რეფორმაც უნდა გავატაროთ. ჯერ ბოლშევიკებს ებრძოლეთ და მერე რეფორმები გაატარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა რუსეთი საქართველოსაც გააწითლებს და თქვენს კედელთან დაგაყენებთ. ეს მართალია, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკისათვის საბჭოთა რუსეთი ისეთივე მიუღებელია, როგორც მეფის რუსეთი. დენიკინი კი მეფის რუსეთის აღდგენას ცდილობს. ამიტომ საქართველო არაფერს ხელსაყრელს არ ხედავს იმაში, რომ რუსული საომარი იარაღი საქართველოს ტერიტორიით ეგზავნებოდეს დენიკინს, რომელიც ამჟამად საქართველოს ეომება, შენიშნა ჟორდანიამ. ნუ თუ თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ დენიკინი საქართველოს მართლა ეომება, გაუკვირდა კორს, ეს უეჭველად ასეა, მიუგო ჟორდანიამ. ეტყობა საქართველოს მთავრობას ზუსტი ცნობები არ მოეპოვება. გუშინ დენიკინის არმიის ნაწილებმა მდინარე მეხადირთან შემოტევა დაიწყეს. რას ეძახით თქვენ ორ სხვადასხვა სახელმწიფოს სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებას, როცა არიან მოკლულნი და დაჭრილნი? ჰკითხა ჟორდანიამ. გაუგებრობას, რომელიც ადვილად იქნება თავიდან აცილებული, თუ თქვენ ოდნავ დათმობაზე წახვალთ, მიუგო კორმა. არა შესაშინებლად, არამედ როგორც ქართველების მეგობარმა მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მოხალისეებს აქვთ ტანკები, სამხედრო გემები, თვითმფრინავები. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი სამხედრო შეტაკებანი მხოლოდ გააუარესებს საქართველოს მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მოლაპარაკება, დათმობები და არა ომი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე შეეხება გონივრული დემარკაციული ხაზის გატარებას. საქართველო ვერ დათმობს სოჭის ოლქს. გარდა ამისა, ეს ოლქი ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მას ჩვენთვის მეტად არსებითი სტრატეგიული და ეკონომიური მნიშვნელობა ენიჭება. უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავთანხმდეთ, რომ სადავო ტერიტორია ნეიტრალურად გამოცხადდეს და იგი დაკავებულ იქნას ინგლისელი ჯარების მიერ. ეს არ შეადგენს ინგლისის ჯარების ამოცანას. მას რაღა შეადგენს საქართველოში მყოფი ბრიტანეთის ჯარების ამოცანას? ეგ არა ჩემი, არამედ დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომპეტენციის საკითხია. ჩვენ შეგვპირდნენ დახმარებას, ხოლო ნაცვლად ამისა, ომის დროს ეხმარებიან ჩვენს წინააღმდეგ სომხეთს. შემდეგ იწყება მოხალისეთა არმიის შემოტევა და ბოლოს არდაგანისა და ახალციხის მხრიდან თურქები შემოიჭრა.
მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ამ გარემოებას, რადგან ბათუმისა და არდაგანის ოლქები ბრიტანეთის სამხედრო ძალების უშუალო გავლენისა და მმართველობის ქვეშ არიან. თქვენ მხარი დაუჭირეთ და დაეხმარეთ სომხეთს. ახლა კი მხარს უჭერთ ბრიტანეთის ჯარების ხელში მყოფ ყარსში შემდგარ სამხრეთ კავკასიის რომელიღაც მთავრობას. რაც შეეხება სომხეთს, ომის დაწყებისას იქ ბრიტანეთის არც ერთი ჯარისკაცი არ იმყოფებოდა. მაგრამ ბრიტანეთის სამხედრო მისია იყო. მას საიდან გაჩნდნენ ქართულ და სომხურ ჯარებს შორის ინგლისელი პიკეტები. ჩვენ ვუცდიდით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მითითებებს. დენიკინის მოქმედების გამო შემიძლია მოგახსენოთ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ყოველივე მომხდარით, მაგრამ კონფლიქტის ლიკვიდაცია თქვენზე არის დამოკიდებული. ყარს არდაგანის მთავრობის შესახებ პირველად მესმის. მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს კითხოთ თქვენ, რატომ ხდება ყოველივე ეს თქვენი აქ ჩამოსვლის შემდეგ? როგორია ნამდვილად ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ? ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება. ბოლოს ინგლისელ გენერალს მოსწყინდა უსაგნო დიპლომატიური პაექრობა. 11 ივნისს ბრიტანეთის მთავრობის დადგენილების თანახმად მან ჟორდანიას ბრძანება გაუგზავნა. ამ ბრძანების მიხედვით საქართველოს სადავო საზღვარი მდინარე ბზიფთან სამხრეთით უნდა გავლებულიყო. ამიერკავკასიის სახელმწიფოებს თავი უნდა შეეკავებინათ მოხალისეთა ლაშქრის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებისაგან, ხელი უნდა შეეწყოთ გენერალ დენიკინისათვის და მიეწოდებინათ მისთვის ნავთი და სხვა მასალა. ეს ბრძანება მენშევიკურმა მთავრობამ მტირნათლად შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გამარჯვების მერმე დენიკინი უთუოდ საქართველოსაც ჩაყლაპავდა. საქართველოს ცაზე კვლავ შავი ღრუბლები გროვდებიან. უთხრა ერთხელ ესტატემ ვარდოს. ინგლისელები თავისი ჯარების ევაკუაციას აპირებენ. დენიკინი დღეს თუ ხვალ მოსკოვს აიღებს და მერმე ჩვენს რესპუბლიკასაც მოუღებს ბოლოს. თავი გაუხმეს მას, ვინ იქნებიან ინგლისელების მაგივრად? ჰკითხა შეშფოთებულმა ვარდომ. ამბობენ ბარსელიერებიო. ბარსელიერები ვინღა არიან? იტალიელი ჯარები, მთიელი მსროლელნი. მე ვეთაყვანები გერმანიას, გერმანიის კულტურას, პატივსცემ ინგლისს და ინგლისურ კულტურას, მაგრამ მართალი გითხრა, იტალიელები არ ამწამს. ბარსელიერების იმედით ჩემმა მტერმა იარა.